ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. ნომერ პირველი ბაგაბაღის შენობა, რომელიც 1954 წელსაა აგებული და ისტორიულ ხასიათს ატარებს, უკვე ამორტიზირებულია და სასწავლო სააღმრთელო პროცესის განხორციელებისათვის საფრთხეს შეიცავს. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მონდომებითა და ინიციატივით მომავალ სასწავლო წელს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე ნაგებობა აშენდება პატარებისათვის. საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 700.000 ლარამდე ჯდება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დონორი ორგანიზაცია კი ევროპის საინვესტიციო ბანკი იქნება. პროექტის დეტალების გასაცნობად და მონიტორინგის მიზნით ფონდის წარმომადგენელთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან რობიზონ გვენეტაძესთან და სხვა ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან ერთად ნომერი პირველი ბაგაბაღი დაათვალიერა. დღეისათვის აღნიშნული დაწესებულება 120-მდე პატარას ემსახურება. მართალია მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა არასაკმარისი უსაფრთხო ოთახების გამო აღსაზრდელთა მიღება შეზღუდულია. გეგმის მიხედვით სრული რეკონსტრუქციის შემდეგ 500 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა 2 სართულითა და გასართობი ატრაქციონებით კეთილმოწყობილი 2200 კვადრატული მეტრი ეზოთი რამდენიმე თვეში ტყიბულელი მოზარდებისათვის მოეწყობა. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიაც. ქუჩის მხრიდან შესასვლელ ადგილზე დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოების წარმოება ზაფხულში დაიწყება, რაც სააღმრთელო პროცესს ხელს არ შეუშლის. თუმცა თუ სარეკონსტრუქციო ვადები გადაიწევს, ბავშვების გადანაწილება დროებით მიმდებარე ბაგაბაღებში მოხდება. Ჩვენად დავიარეთ ახლა ორივე სართული სრული თანხმედრა პროექტსა და იმ ჯგუფის შორის, რომელთაც განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ ევროსტანდარტებთან დაკავშირებით და ფაქტიურად დღეს ვამთავრებთ ამ მოლაპარაკებას იმ ეტაპზე, რომ პროექტი მისაღებია და გადაეცემა ახლა დონორ ორგანიზაციას. ხარჯ-საღირცხვის მიხედვით ეს არის 700.000 ლარამდე. 3 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ფაქტიურად სრული რეაბილიტაცია ამ შენობის. ჩვენ ამას მივახცევთ, რომ ტყიბულს ვაჩეკოთ ერთ-ერთი უნიკალური შენობა, როგორიც იყო თავისი შენარჩუნებული გეომეტრიით, მაგრამ ევროპული სტანდარტებით.